შეხვედრაზე იყავით მოსული. თუ შესახვედრად იყავით გამოსული მინისტრა? მინისტრთან შესახვედრად იყავით გამოსული? და არ შეხვდათ. რის თქმას აპირებდით? რის თქმას და ჩვენი გაჭირვების თქმას. მაინც? ჩავყარე საქანე და არაფერ ყურადღებას არ გვაქცევენ. რა არის ეს ბოლო? მაშინ დაგვამბრო იქით უკანსა დავცხოვრობდით და ვიცხოვრებდით ამ. ასე ისავს ეს. თქმა არა, შუქის ფულს ვერ ვიხდით, არ გვაქვს ის საშუალება. 100 გვიწერს, 150 გვიწერს, 200 გვიწერს და არა ამის საშუალება. როგორც ამან თქვა ის იმას ვიმეორე მეკიდო. შესახვედრად გამოხოდით და არ შეხვდათ. კი, შესახვედრად გამოვიდით. ვითხრეს რომ მოვლენო და უთხრა. ვინ გაგაფრთხილათ რომ მოვლენო? უთხრა და ჩვენ ის რომ ვინ გაგაფრთხილათ რომ მოვლენო? იყო ვიღაც ახლა სახელი გვარი მისი არ ვიცი და მოვიდა და გავაფრთხილა მოვლენო დღეს რომ სობელიან ის ჩვენი ბოლო სიტყვა ისა, კაციშვილი არ შეიტანს შუქის ფულს. всё, ესა. არ შევიტან. არ გვაქვს და არაფერი ჩვენ არ გვაქვს. აი, რა შევიტან არ მაქვს და სამუშაო არაა და არაფერი. ოთხი მეხუთე საათზე წყალი არ არის ზემო. 200 ლარი მომივიდა და საიდან სტანოკები ხო არ მიდგას კაცო იმაში ერთ ოთახში. გამარჯობათ. შეიძლება ერთ წუთით ინტერნეტ გამოცემიდან ვართ TS-იდან. Take them to the municipality. Yes, correct. Project. We want save this. Yes, it's really needed. Yes. ბატონო ახმანი, ორი სიტყვა შეიძლება? აქ მინისტრს ელოდებოდა დღეს მოსახლეობა და შეგიძლიათ მითხრათ რატომ არ შეხვდა? ბატონო კახა. თქვენ შეგიძლიათ მითხრათ განმარტება რატომ არ შეხვდა მოსახლეობას მინისტრი? ჩვენ ქალაქის მერცალები და საბატონო ეშინია და მეტო. ქალაქის მერცალ საუბარი. ეხლა რატო წავიდა რატო? ჩვენ მაგაზე შევუვედი. Თქვენ საგვიზიგონი რატო აქ თუ მოვიდა ხალხის ინტერესებს არ დაიცვა? ჩვენ არ მეჩხუბებით რაღაცა გვინდა ვკითხოთ, რაღაცა გვინდა ვუთხრათ და რაღაცა ყანარ პასუხი გვინდა. ჩაქს პასუხ შემოსაგდით ჩემისათვის ბიძანდა ასე ყოფილი პასუხ საკონოა. აუ რა კარგები ხართ რა, მართლა რა კარგები ხართ რა. მე და რა კარგობთ რა შეგიძლია გაჩუნდიო ვიქრა. რა გინდა ცივა? შუქი გინდა. ფულისა და ფულისა რა სკია რა გინდა ხალხო ვიღეთ ხმა. არაფერი არ გინდა. ლარი მარტინის გადავიხადეთ კაცო. შუქი დენმა დაწერა. წყალის მე ხუთი ლარი და მეტი არ ხადი. Danke, şimdi değmeli. Maga değmeli. Hadi. Değmeli. ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტს, ნებისმიერ დღეს მობრძანდით ჩემთან, თუ გინდა დღეს. ჩემთან დადიან, ქალბატონო, თქვენ შეიძლება ელოდით სხვა ადამიანებს და მე ვზივარ მერის შენობაში, თქვენი დასახლებიდან დადის უამრავი ადამიანი ჩემთან მიღებაზე და მობრძანდით ნებისმიერ დროს ჩვენ. Თქვენ მოვესწარეთ ამას არ გვინდა. უკაცრავად ერთი წუთით, თქვენს კორპუსებში მოდის გაზი, ქალაქს ფხრიან, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და თქვენთან მოდის გაზი და იქნება დაახლოებით 15-20 დღეში. გაზი თქვენს დასახლებაში შემოყვანილი. სისივი გონდე, სისივი. როგორც კი დაამთავრებთ ამ სამუშაოებს თქვენ გეკნებათ გაზი, ეს იქნება დაახლოებით 15-20 დღეში. მუშაობა არ გადაუხადეს ხელფასი. ბატონო, გადაუხადეს ხელფასი, არ იცით? სადაა ხალხი დაიკარგა. ბატონო, კომპანიის, უკაცრავად რა ბატონო, კომპანიის თანამშრომლებს ხელფასი გადაუხადეს ჩა. რას ვიტყვი? მათი ხელფასი ჩვენი პრობლემაა, კი არა? ო და მუშაობენ ესენი ბატონო. სამხარია. ბატონო, თქვენ ახლა რამოდენიმე დღის განმავლობაში
უნდა გათბეთ ელექტროაპარატებით სანამ მოვა გაზი. ესე იგი თქვენი დენის უკაცრავად თქვენი დენის გადასახადის საკითხი არ არის მუნიციპალიტეტის პრეროგატივა, ეს არის სამინისტროს პრეროგატივა, რომელიც გეუბნებათ რომ სამინისტრო არ გვეხებოდა როგორ უნდა გავარკვიოთ. როგორ რატომ გაიქცა ახლა მაგ დაურეკეთ არ ვიცი ბატონო ვინ გაიქცა და სად გაიქცა ვინ გაიქცა გენაცვალე მოიყვანეთ თქვენი მეუღლები და დაშვილები და დააჭირეთ აცოტაში თუ გაჭირდება ვინმე რამოდენიმე დღეში თქვენთან მოვა და გაზი რო დაარიგეს გაზი შეერე ხალხი მოусმინოთ ერთმანეთს უკაცრავად ესე იგი აქ ზის მერიის ჯგუფი აი ამ ბინაში იცით თქვენ ძალიან კარგად სწავლობს კონი უკაცრავად ერთი წუთი ესე იგი სწავლობს უკაცრავად ბოდის გიხდით ერთი წუთი უსმინეთ სწავლობს კონტინგენტს ვინ რა ასაკის ადამიანი არის ვის რა პროფესიული გამოცდილება აქვს ეს ჩვენი ინიციატივით ზის ეს ხალხი აქ ესე იგი ორი უკაცრავად ერთი წუთი ორი გეტყვით ქალბატონო შედეგს რა ჩვენ აღვრიცხავთ ყველა სამუშაო ადგილს 11 წელი გქონდა უარესი იმიტომ რომ შემცირებები იყო ქალაქში და 2012 წელს ველოდებით დაახლოებით 1000 ახალ სამუშაო ადგილს ქალაქში და ძირითადი პრიორიტეტი არის ახალ რაიონს. როდის შემოვა ბუნებრივი აირი. მაგრამ თებერვალამდე იქნება ბატონო 15 თებერვალამდე გაზი იქნება? ბატონო მე ზუსტად რიცხვი არ ვიცი. მაგრამ ბატონო ყველა ვარიანტში 2 3 პირაში დაიწყება გაზი. კიდევ არა 15 თებერვალამდე ბატონო ყველა პროცესზე მომზადი ჩემთან ერთი წლის განმავლობაში კომპანიებს აქვს ვალდებულება ყველა დეფექტი გამოასწოროს. ლევან, შეეხება თუ არა შეღავათებზე, ელექტროენერგიის შეღავათებზე, იმსჯელებს თუ არა სამინისტრო. საუბარი ნებისმიერ თემაზე. თუ გინდათ აქეთ დამიძახეთ და აგერ მოვალ ამ ბინაში და ვილაპარაკოთ აქ, თუ გინდათ ორშაბათს მე მიღება მაქვს და ორშაბათის გარეშეც სოჩიკები გადამოწყვეტ. ჩასერი ვიყავი და არ აქვს მიღება ორჯერ ვიყავი. არა, მაგრამ ორშაბათს აგვაქვს მიღება ორშაბათს, მაგრამ 24-ში მეორე 200 დაემატა. 200 კი რა გაჩერდი ხარ კი ესე იგი არა აქვს ხალხი მე პირდაპირ გეტყვით რა ეს ჩემი პრეროგატივა არ არის ჩვენი გადასახადის საკითხის დალაგება ეს სოჩილები რაღაცა ცხოვრების განმავლობაში მე შემიძლია ენერგო კომპანიის წარმომადგენელი მოვიყვანო აქ და შეგახედრო თქვენ მაგრამ ენერგო კომპანიის წარმომადგენელი ვერ გადაგიწყვეტავთ ამ საკითხს რა ეს საკითხი ენერგო კომპანიასთან ერთად უნდა გადაწყვეტოს ენერგო სამინისტრო მომცანდა მატერიალურ დახმარებებს ვისაც გჭირდებათ ყველას გაგიწევთ რა და გადაიხადეთ დენის პუნქტი ქალბატონო მატერიალური დახმარების პროგრამა გვაქვს მერიაში სპეციალური და გვაქვს კიდევ წამლის ვაუჩერების პროგრამა კიდევ გვაქვს სტაციონარული დახმარების პროგრამა მარტო ხელადედების პროგრამა რაღაცა მაქვს ეს ახლა შემიძლია მაგის უხეშოდან წახვიდე არა ბატონო ჩემთან არის ძლევიან მერიაში და მინისტრი რატომ არ შეხვდა დღეს მოსახლეობას? მინისტრის მაგივრად და არც ერთი სხვა ადამიანის მაგივრად არ შეიძლება მერმა მაგალითად პასუხი გაქცევ. ერთი წლის განმავლობაში დეფექტი საამშენებლო უნდა გამოასწოროს იმ კომპანიამ, რომელმაც ააშენა სახლი. იბარა იყო მოსული საერთოდ სუველიანი იმის გახედა ხო გია ფეხზე ვარ წახსეულა ხო